ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებებით ავტომობილების მეპატრონეები ზედმეტი ხმაურის შემთხვევაში ჯარიმდებიან დოკუმენტის თანახმად იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს აღემატება, გამოიწვევს პირის დაჯერიმებას 200 ლარის ოდენობით. ასევე ახალი რედაქციით თუ მანამდე გადაკეთებულად ითვლებოდა მხოლოდ ისეთი სატრანსპორტო საშუალების გამოყენება, რომელსაც თვითნებურად გადაკეთებული ჰქონდა ძარა, საწვავის ავზი ან ბუნებრივი აირის სისტემა, ახლა უკვე თვითნებურად გადაკეთებულად ითვლება ის სატრანსპორტო საშუალებაც, რომელსაც არაქარხნული მაყუჩი აქვს. თვითნებურად გადაკეთებული მაყუჩის მქონე ავტომობილის მეპატრონე 200 ლარით დაჯერიმდება და მართვის მოწმობაზე მინიჭებულ ქულათა სისტემიდან 30 ქულა დააკლდება. ცვლილებას ვნებათა ღელვა მოყვა ავტომოყვარულთა მხრიდან, რომლებიც ფიქრობენ, რომ კანონი უსამართლო და გაუმართავია. ვრცლად დეტალებზე სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ. ნიკა შელია, BMG ავტოშოუს ავტორი და წამყვანი, თემო აბულაძე, ავტომოყვარული და ვახტანგ ბარამაშვილი, ადვოკატი იმყოფებიან ჩვენს სტუდიაში. დილო მშვიდობისა, მადლობა თქვენი დროისთვის. მოდივახოთ თქვენგან დავიწყოთ კანონის ნაწილში რა ტიპის ხარვესებს ხედავთ, რა არის ის პრობლემა, რის გამოც შემდგომ უკვე თვლით, რომ ეს ყველაფერი არ არის გამართული. ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან ბევრი საუბრობდა ამ კანონთან დაკავშირებით და ესეთი განცდა მაქვს, რომ არ არის მკაფიოდ ჩამოყალიბებული, რაზე ვსაუბრობთ, რაში ნარს მატარებელია ეს კანონი, ამიტომ მინდა რომ კარგად გავმარტო რა ხდება საერთოდ, რა საკანონმდებლო ბაზაზე ვსაუბრობთ. ესე იგი ჩვენ ვსაუბრობთ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსზე, რომელიც 1994 წლის კანონია, მინდა რომ ეს კარგად გესმოდეთ და ვსაუბრობთ ორ მუხლზე, ერთი არის 119 3-4 ნაწილი, რომელიც შეეხება ავტომობილის ხმით დაბინძურების გამო დაჯარიმებას და აქ არის ესეთი ჩანაწერი, რომ თუ კი ავტომობილის მიერ გამოცემული ხმა აღემატებაო სახელმწიფოს მიერ დადგენილ ნორმებს, ამ შემთხვევაში მას უნდა დაეკისროს ჯარიმა, თუმცა არ გვაქვს განსაზღვრული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით რა ნორმები გვაქვს ქვეყანაში ამის და იმის გამო რომ ეს კანონი არის უუნარო, იმის ნაცვლად რომ ამ კანონში შეეტანა ცვლილება და მიიღოთ უნარიანი კანონი, რომელიც აღსრულებადი იქნებოდა, გააცოცხლეს 2006 წელს მიღებული მუხლი, რომელიც სულ სხვა კონტექსტისთვის იყო მიღებული, ესე იგი, რაც ჩამოთვალეთ თქვენ ცვლილებებზე, ყველაფერი ეს ეწერა, ძარის ცვლილება, ბუნებრივი აირის სისტემის დაყენება, მასში აკრძალული იყო ბუნებრივი აირის სისტემის დაყენება, აი ეს კანონია, სადაც wording-ი, ტერმინოლოგია არაფერი არ შეცვალეს, უბრალოდ დაუმატეს პატრულს შესაძლებლობა, რომ გადაიყვანოს საჯარიმო სადგომზე და 200 ლარი დააჯარიმოს მოქალაქე, თუ კი ოდნავ მაინც აქვს ავტომობილი გადაკეთებული. და იმდენად ფართო შინაარსის მუხლი არის ეს, რომ შეეხება თითქმის ყველანაირ გადაკეთებას. თან არის შიგ ჩაწერილი ძალიან ბუნდოვანი ტერმინები, როგორც არის ქარხანა შეესაბამება თუ არა ქარხანა დაამზადებლის სტანდარტს. რაც ახსრულებაში ძალიან პრობლემას ქმნის, იმიტომ რომ პატრულ ინსპექტორს არ აქვს მაგის საშუალება დაადგინოს შეესაბამება თუ არა ქარხანა დაამზადებლის სტანდარტს და ეს და ასევე იმასთან დაკავშირებით, რომ ქმნის თუ არა ეს ავტომობილი საფრთხეს მოძრაობის დროს, რაც ასევე ძალიან ბუნდოვანი ნაწილია ამ მუხლისა და ამ ხმაურით დაბინძურების ნაწილში ეს საფრთხეებს არ შეეხება ეს მუხლი საერთოდ არ არის ხმაური დაბინძურების შესახებ. ეს მუხლი არის აბსოლუტურად სხვა მუხლი, რომელიც საგზაო ავტომობილის გამართულობას აღიქვამს როგორც საგზაო უსაფრთხოების ნაწილად. და შესაბამის უბრალოდ გამოყენებული იქნა ეს მუხლი, როგორც ძალიან მძიმე რეპრესიული მექანიზმი იმის ნაცვლად, რომ შესაფერის მუხლში შესულიყო ცვლილებები, პატრული აღეჭურვათ შესაბამისი აპარატურით და ასე შემდეგ. აი უბრალოდ ხო deep state-ზე ვლაპარაკობთ მთელი ქვეყანა და ჩვენი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არის სიბინძურის ნაკრები. ესე იგი ყველა ხელისუფლება 1994 წლიდან რაც კი რამე მიუღია, რაც კი კონტექსტუალურად გვჭირდებოდა, ეს არის საზოგადოებრივი წესრიგის კანონი. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი და იმ წუთას კონტექსტით რაც იყო სასარგებლო, იმ წუთას რაც გვჭირდებოდა ქვეყანას, ყველაფერი ჩატოვებულია შიგ. აღარც ერთ შემდეგ ხელისუფლებას არ გახსენებია, რომ რაღაც აღარ გვჭირდება ეს კანონი, მოდი ამოვიღოთ. უბრალოდ აძინებენ ამ კანონებს, ისევე როგორც ეს კანონი იყო მიძინებული 2006 წლის და ეხლა ძალა შეძინეს და გამოიყენეს ძალიან მძიმე რეპრესიულ მექანიზმად. აი deep state ხო ისა ნალექი არის დემოკრატიის და აი კანონების ხანია ვადევნებთ თვალყურს და ვერ ამოხსენი ბოლომდე თქვენ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი. რეალობაში რა პრობლემას ქმნის ეს?
რეალობაში იმ პრობლემას ქმნის, რომ კანონი აღსრულდა მოქალაქეთა მიმართ სრულიად არაპროპორციულად, არასამართლიანად და დისკრიმინაციულ ფონზე, იქიდან გამომდინარე, რომ არ მოხდა იმის შემოწმება რეალურად აბინძურებდნენ თუ არა გარემოს მაღალი ხმაურით, არამედ მხოლოდ ვიზუალური დათვალიერების ფონზე და ვიზუალური დათვალიერებით, როცა მე კოსმეტიკური ცვლილება მაქვს განხორციელებული ავტომობილში, რომელიც არანაირ გავლენას არ ახდენს საერთოდ ხმაურზე, ამისთვის ყველასთვის გასაგებია და ყველავთან ხვდებით, რომ არ უნდა ჯარიმდებოდეს. უბრალოდ რაღაც ეს რეპრესიული მექანიზმი, რომელიც ძალიან სწრაფ შედეგს გამოიყენეს ესეთი მექანიზმი სექტემბრამდე როგორც პირდებიან დატოვებული ვართ ამ მოცემულობაში და სექტემბერში თითქოს აპირებენ რომ უკეთესი კანონმდებლობა მიეღოთ და ეს სუსხავი ეფექტი რაც ამან გამოიღოთ თითქოს ეს უნდა დაგვეხმაროს საზოგადოებას ამ ხმაურის პრობლემის მოგვარებაში ეს არის საბოლოო ჯამში კონსტრუქცია. ნიკა ხმაური როგორ იზომება და შენ რა ტიპის პრობლემებს ხედავ კანონის აღსრულების და მოქმედების მიმართ? პირველ რიგში გამარჯობა, მივესალმები თქვენს მაყურებელს. მე რასაც ვფიქრობ, ანუ ჩემი პირადი მოსაზრებით, ეს უნდა გაიზომოს დეციბელის მზომით, ხელსაწყოთი. ესეც იყო მოთხოვნა მათ შორის და ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაციაც საუბრობდა მათ შორის ამ თემაში. კი, რა თქმა უნდა, რეალურად ეხლა რაც არის, აი მე პირობითად თუ მაყუჩი მაქვს შეცვლილი, მაყუჩის შეცვლა არ გულისხმობს, რომ მაინც და მაინც ხმაურიანი გავხადოთ ავტომობილი. მაყუჩი მე შეიძლება შევცვალო იმის გამო, რომ პირიქით გავაჩუმო ავტომობილი. ამ პირიქით უბრალოდ ვიზუალი მომწონს, განსხვავებული ვიზუალი მქონდეს ლამაზი უფრო რა. ეს არც საფრთხის შემცველია პირობითად და არც იმას ნიშნავს, რომ აღალი ხმა მქონდეს. ხმის ნაწილში აბსოლუტურად ვეთანხმები, რომ ამის ხმაური პრობლემაა და ეს უნდა გაიზომოს დეციბელის მზომით. გააჩერებს პატრულ ინსპექტორი დეციბელის მზომით შეამოწმებს მანქანას ხმაზე და თუ აღემატება ეს ნორმა, რაც იქნება დადგენილი საქართველოს კანონმდებლობით, მაშინ დააჯარიმოს. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ჩვენ დღეს ამის ნორმა დადგენილი არ გვაქვს. ხმაურის ნორმა და ძალიან უნდა იყოს რომ ჯარიმა გამოიწეროს ეს არ ვიცით რეალურად. ერთადერთი რაც ტექინსპექტორების ცენტრებში არის თუ სიტყვაზე მოესმა ტექინსპექტორს რომ ხმაურიანია მანქანა შეამოწმებს და თუ 105 დეციბელს აღემატება, მაგ შემთხვევაში არის ხარვეზი. მაგრამ ესე რომ სიტყვაზე პატრულ ინსპექტორმა ეს შეამოწმოს, ეს რაღაც არ ხდება. ანუ უსამართლოდ მიმაჩნია რომ მე რომ გამაჩერებს პატრულ ინსპექტორი და ვიზუალური დაკვირვების საფუძველზე ან ყურის მოსმენის საფუძველზე ჯარიმას მიწერს ყველანი თავხდებით რომ უსამართლოა. ასევე ძალიან ბევრი შემთხვევა იყო რომ ეგრეთ წოდებულ შიტოგზე დაუწერეს ჯარიმა, დაუწერეს გადაკეთებულ სპოილერზე, ანუ გადაიყვანეს. მთელი უბედურება კიდე ის არის რომ რამდენიმე ადამიანი ავტობანიდან ჩამოსვეს ოჯახით, წაართვეს ეს მანქანები რა და ელოდები 10 დღე აი როგორ ხდება ეს პროცესი? რა შეუძლია პატრულ ინსპექტორს ამ შემთხვევაში? მე შემიძლია გადავადგილდებოდა და უბრალოდ მოვიდეს, არ მოეწონოს რაღაც ვიზუალურად, გამაჩეროს და უფლება აქვს რომ ჩამოსვას მგზავრები და მერე თვითონ წაიყვანოს ეს ავტომობილი. მე აი ეს პროცესი მინდა რაღაც. აი რომ ევაკუატორით უნდა გადაიყვანონ, მაგრამ იყო შემთხვევები, როდესაც სხვა ადამიანი მოვიდა, დასვეს და იმან წაიყვანა, იმიტომ რომ ევაკუატორები არ ყოფნისო ფიზიკურად და იყო შემთხვევები პირობითად, როცა თვითონ იმ ადამიანს მიაყვანეს თავისი ფეხით ავტომობილი საჯარიმოზე. არ ვიცი, იმედია დარეგულირდება ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი განაწყენებული არის და ვფიქრობ, რომ სამართლიანადაც არიან განაწყენებული. საცხალი ასეთი მაგალითიც იყო სტუდიაში მეგონი თემოსახით და მინდა რომ მას ვკითხო, რა შემთხვევა იყო თქვენთან მიმართებით, რა იყო პრობლემა და თქვენ როგორ უყურებთ მოკლედ კანონის იმპლემენტაციას რეალობაში. კი ბატონო, პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის, მივესალმები მაყურებელს. მეც ახლა რიგითი ავტომოყვარული ვარ და მოგიყვებით შემთხვევაზე. პირველ რიგში მივესალმები ყველა იმ რეგულაციას და კანონს, რომელიც გულისხმობს ხმაურის პრევენციას ქალაქში, თუმცა დღევანდელი ცვლილებები კანონში ამასთან კავშირში არანაირად არ არის. ჩემ შემთხვევაში ჩემი მანქანა არის რეტრო ავტომობილი, როგორც ასეთი, არის 31 წლის. რესტავრაციის მიზნით მომიწია გამშვების სისტემის შეცვლა. ეს კოროზია მოკიდებული გამშვების სისტემა რაც იყო მოხსენი, ისევ ქარხნული იგივე მარკის ავტომობილიდან მოხსენი ახალი სისტემა დავაყენე მანქანაზე. თქმა უნდა, ეს შედარებით განსხვავებულად გამოიყურებოდა, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ხმა მაღალი არ იყო, ვიზუალური დათვალიერებით პატრულის თანამშრომლებს არ მოეწონათ მანქანა და მოხდა საჯარიმოზე გადაყვანა. რა არის ანუ ჯარიმას იხდი ამ შემთხვევაში და შემდგომი ნაბიჯები რა არის კიდე რაც ევალება ავტომობილს ამ ქმედების აი შემდეგი ნაბიჯები მაგალითად თვითონ და გადააკეთოთ თუ რას მოიცავს კან თუ აღარ უნდა იაროთ ამ ავტომობილი თუ რა არის მოთხოვნა კი ბატონო კი გასაგებია
თვითონ დაჯარიმების დროსაც ვკითხე პატრული თანამშრომელს რა მაქვს პირობითად მე ვადა რომ მანქანა საჯარიმოდან გამოვიყვანე აი თუნდაც როგორც დაბურვაზე არის კანონი თვალისწინებს რომ 3 დღიან ვადას მაძლევენ რომ ეს პრობლემა მოვაგვარო. ამ შემთხვევაში მე არანაირი დრო არ მაქვს გაწერილი ვიყავი საჯარიმოზეც მისული და მითხრეს ჩვენ მანქანას 10 დღის შემდეგ გაგატანთ, თუმცა კუთხეში როგორც კი გავხვალ შეიძლება უკან შემოგაბრუნონ. ანუ მე არ მაქვს რაღაც კონკრეტული ვადა იმისთვის პირობითად რომ მანქანაზე პრობლემა მოვაგვარო. ანუ ამას არ ითვალისწინებს გაწერილი კანონი. არ ითვალისწინებს გაწერილი კანონი. ახლა როგორი უნდა იყოს აი ამ ნაწილშიც თუნდაც ერთია რომ არ გვაქვს არც დეციბელები რითაც ვზომავთ ხმაური უნდა იყოს და რაღაცა ცოტა აბსურდულ კანონამდე მივდივართ და მეორეს მხრივ აი ეს ნაწილიც როგორი უნდა იყოს გაწერილი და მე ასევე მინდა გითხოთ ვიცი რომ შეხვედრაც ჰქონდათ შესაბამისი უწყების წარმომადგენლებთან და მათი პოზიცია რა არის ამ ყველაფერთან მიმართ. როცა კანონზე ვსაუბრობთ უკაცრავად როცა კანონზე ვსაუბრობთ ნებისმიერი კანონი რაღაც შინაარსს უნდა ემსახურებოდეს ხო რაღაც პრობლემას უნდა ემსახურებოდეს და ყველავთან ხვდებით თელი საზოგადოებებთან ხვდებით რომ ღამის საათებში და საცხოვრებელ ზონაში მაღალი ავტომობილების ხმაური დაბინძურება არის პრობლემა ხო და გვინდა რომ ეს პრობლემა მოვაგვაროთ და კანონიც ამასთან მიმართებით უნდა გავიაზროთ აქვს თუ არა ამ კანონს ეფექტი და პროპორციულია თუ არა ეს კანონი ეხლა ის პირველი რაზეც ვისაუბრეთ ხო პირველი მუხლი კანონში ჩანაწერი კი ბატონო სოციალურ ეფექტებზე ამ კანონისა ჩემზე უკეთ ძალიან ბევრი ავტომოყვარული საუბრებს, იმიტომ რომ ავტომობილებიც კარგად ესმით და ასე შემდეგ და გასაგებია რომ ყველა თანხმდება რომ უნდა გქონდეს პატრულ ინსპექტორს რაღაც დეციბელმეტრი, რომლითაც გაზომავს და დარეგულირდება ამ დეციბელმეტრებით. ესე თანხმდება საზოგადოება მოთხოვნა აშკარად ესეთი არის და მეორე კანონი ჩემი გადმოსახედიდან რომელიც აბსოლუტურად მსუსხავი ეფექტის მქონია და აბსოლუტურად ფართო გააზრების საგანია და პატრულს აძლევს საშუალებას რომ ძალიან სუბიექტურად მიუდგეს ადამიანს და თანაც თუ არ გააკეთებ იმას რაც გეუბნება მე უკვე შეუძლია პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებობისათვის ციხეში ჩაქსვას საერთოდ ანუ არა გაქვს ალტერნატივა რომ სხვანაირად მოიქცე და აი ეს მეორე კანონი საერთოდ გასაუქმებელია რომელიც 2006 წლის კანონია და თუ კი ეს კანონი მარტო იმიტომ გააცოცხლეს რომ ხმაურის პრობლემა მოეგვარებინათ ხმაურის პრობლემას მის კანონმდებლობას რომ მოგვარებენ მაშინ ეს კანონი გააუქმა რამდენად სწორი და სამართლებრივია როცა პირად საკუთრებაზე სხვა ადამიანი შეიძლება იჯდეს და აი ამ ნაწილში როგორ ხედავთ და ამასთან დაკავშირებით ცოტა თემოს შემთხვევა არის ძალიან განსაკუთრებული იმიტომ რომ პირადი საკუთრების კანონმდებლობით შეზღუდვა გარკვეულ შემთხვევებში დასაშვებია, ხო? მაგრამ თემოს პირად საკუთრებას ზღუდავენ ისე, რომ ალტერნატივას არ თავაზობენ არაფერს. ანუ მისი ავტომობილის შემთხვევაში ის სათადარიგო ნაწილი, რომელიც მას უყენი, არის ერთადერთი ალტერნატივა, რომლითაც ეს ავტომობილი შეიძლება დადიოდეს. აღარ არსებობს ფიზიკურად უკვე ის ნაწილები, რომელიც ქარხნულად ეყოლებოდა. ანუ მის საკუთრების უფლებას ზღუდავენ უალტერნატივოდ. ესეთი რაღაცა კანონმდებლობაში არის დაუშვებელი, მით უმეტეს თუ ლეგიტიმურ მიზანს შევადარებთ, უკვე საერთოდ აღარაფერი არგუმენტი არ დარჩება კანონმდებლობის მხარეს. რა თქმა უნდა, სხვა ადამიანის დაჯდომა არ შეიძლება არც ერთ შემთხვევაში ავტომობილზე, იმიტომ რომ აქ უკვე პასუხისმგებლობის გადანაწილების ნაწილია, რომ ვინ იღებს პასუხისმგებლობას ამ ავტომობილზე და რა თქმა უნდა, არავინ არ აიღებს ამაზე პასუხისმგებლობას. არც ის არ შეუძლია პატრულს რომ მოგთხოვოს რომ დაჯექი და შენ თვითონ მიდი 112-ის საჯარიმოზე. ნუ კანონმდებლობით რა მექანიზმიც არის გათვალისწინებული, უნდა მოვიდეს ევაკუატორი, დადოს ავტომობილი და წაიყვანოს და სხვათა შორის ევაკუატორებზე ვაკანსიებია გამოცხადებული. მოთხოვნის შესაბამისად, მოკლედ იზრდება და მიწოდებაც უნდა გავზარდოთ. რა იყო შეხვედრის მთავარი თემა, რაც გაიმართა პარლამენტში თუ არ მიშლება ნიკა, რა თემები დაისვა თქვენი მხრიდან და მათაც თუ ესმით ალბათ ეს ყველა ხარვეზი რაც არსებობს და როგორია დაპირება. ჩვენ აუხსენით ყველაფერი, რომ მაყუჩის ვიზუალის გამო სიტყვაზე არ უნდა დაჯარიმდეს ეს ხალხი. ნუ პრობლემაზე ჩემი აზრი რაც გამოვიტანე ამ შეხვედრიდან იყო რომ ძალიან მაღალი მომართვიანობა იყო მოსახლეობის მხრიდან ხმაურზე და სხვა ვერკეტი არ გააჩნდათ არაფერი გასაჩუმებლად და მიმართეს ამ უკიდურეს ზომას რომ რაღაცა ყველა ერთ ქვაბში მოხარშეს რა დაუსაბუთეთ აუხსენით სხვა ქვეყნის მაგალითებიც მოუყვანეთ ყველაფერი კარგი არის ის რომ მოყვებიან კარგი არის ასევე ის რომ იანვარში უნდა მიიღოთ ხმის კანონი და გადმოიტანეს ეს რომ სექტემბერში როდესაც პირველივე მოსმენა იქნება ამ საკითხს დავსვავთო ესე შეგვიყვნენ და თუ როცა უკვე ხმის კანონზე მიიღებენ ხმის კანონს როდესაც მიიღებენ მე უკვე ჩაკორექტირდება ეს მუხლი
ყოველ შემთხვევაში შეხვედრის მიზანი ეს არის, ასევე სამუშაო ჯგუფიც გვაქვს გაკეთებული და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ეს ყველაფერი ისე გავაკეთოთ, რომ მოვარგოთ ჩვენ ქვეყანას. და არ ვიცი, ველოდებით ამ სიახლეებს ანალოგები როგორია, როცა ვსაუბრობთ, რომ სხვა ქვეყნის მაგალითებიც მოიყვანეთ, იქ როგორ ეგულირდება და რა შეიძლება ჩვენთან გადმოტანილი იყოს. ამერიკაში სრული თავისუფლებაა გადაკეთებულ ავტომობილებზე. ევროპის ქვეყნებში არის იზომება ხმით, მაგრამ თუ მე რაღაცა კონკრეტულად შეცვლილი მაქვს, მივდივარ სპეციალურ სამსახურში და ამას ვარეგისტრირებ. რომ აი სიტყვაზე ეს პირობითად მე ეს მაყუთში ვიყიდე და ჩემი მანქანისთვის დამიკანონეთ, როგორც საქართველოში არის ძრავის დაკანონება. ანალოგიური შემთხვევა არის. იაპონიაში არის სერტიფიკატებით. პირობითად მაყუთზე არის ჯასმას სერტიფიკატი, რომელიც ჯასმას სერტიფიკატით არის მაყუთში, შეიძლება ის დააყენო ჩვეულებრივად იარო. აქ ცოტა ვფიქრობ, რომ პრობლემაა, იმიტომ რომ საქართველოში ეხა იქ პატრული ინსპექტორი დარწმუნებული ვარ, ანუ ვერ ეწოდინება ყველა ბრენდი და ძებნას ხوار დაიწყებს ტელეფონში ამისას და ჯობია ვფიქრობ, რომ იყოს დაშვებული ეს ყველა მაყუთში რაც არის ან თუნდაც სპოილერი ან რაღაცა, უბრალოდ თუ რამე კონკრეტულად ამის გადამოწმება პირველ რიგში უნდა ხდებოდეს ტექინსპექტირების ცენტრებში და მე თუ ხმაურს ან ნორმას არ ღვევს, უკვე პატრული ინსპექტორს შეეძლოს შემოწმება, როგორც გამონაბოლქვის შემოწმება ხდება. ეს რამდენად ხშირია დაჯარიმებები მოქმედებს უკვე ეს კანონი, ხო? 6 ისინი თუ სწორად მაქვს ინფორმაცია და სექტემბრამდე გაგრძელდება ეს ამბავი ამ ფორმით თუ რაღაცა საშუალო პერიოდი შეიძლება იყოს გათვალისწინებული. ნახე, შეხვედრის პერიოდში საჯარიმოზე გადაყვანილი იყო 300 ავტომობილი. 300-დან 24 ადამიანს ჰქონდა გასაჩივრებული მხოლოდ ეს ყველაფერი. ჩვენ ვთხოვეთ მათაც, რომ იქნება აი ამ 2 სექტემბრამდე რაღაცა პატარა შუალედი მოგცენ, რომ სიტყვაზე ამ მძღოლებმა წავიდნენ, შეცვალონ ეს მაყუთში პირობითად რაღაცა ერთი კვირის ვადაში. მაგრამ ამაზე გითხრეს, რომ ეს მათი მხრიდან იქნებოდა კანონის დარღვევა. რომ რახან კანონი არის არსებული მიღებული, ამას ჩვენ გვერდს ვერ აუვლითო რა. დავამატებთ, თუ შეიძლება, ანუ 300 ავტომობილი არის დაჯარიმებული და ალბათ დანარჩენი ყველა არის გაჩერებული, იმიტომ რომ ქალაქში მოტოციკლით და BMW აღარ დადის. მე და ერთი ლურჯი BMW დავდივარ და აქედან გამარჯვება. ხო, ანუ ეს ნიშნავს, რომ ეფექტი უკვე აქვს რაღაცა ამ კანონს და ადამიანები ადამიანებმა ავტომობილი და ვეღარ დადიან საკუთარი ავტომობილით, იმიტომ რომ ეშინიათ ძალიან მძიმეა ის ჯარიმა, ეს 200 ლარი პლუს გადაყვანის, პლუს საჯარიმოზე დგომის ხარჯები, შემდგომ უნდა გადააკეთონ კიდე ეს ავტომობილი და აქვე ერთ-ერთ ეფექტთანაც დაკავშირებითაც მინდა ვთქვა, რომ ანუ მე ამისი ალტერნატივა არის, რომ გაასარჩივლო პირობითად ხო სასამართლოში წახვიდე. სასამართლოზე დაკავშირებული არის გარკვეულ ხარჯებთან, იგივე ადვოკატის მომსახურების ხარჯები, სასამართლოს ექსპერტიზის ხარჯები, რაც ასევე მძიმე დაბადები, რომელიც ძალიან დიდხანს იწელებოდა. ხო, და მე უკვე არჩევანის გაკეთება უწევს მოქალაქეს, რომ სასამართლოს გზით წავიდე და არ ვიცი თან რა მოხდება, თუ ჯობს რომ გადავიხადო ეს ჯარიმა და იმის გამო, რომ ძალიან ბევრი უსამართლოდ დაწერილი ჯარიმის გადახდას ირჩევს საბოლოო ჯამში. ეს მოცემულობა კიდევ უფრო ბეტონდება, იმიტომ რომ ადვოკატებს აღარ გვაქვს საშუალება, რომ პროცესში შეჯიბრებითობაში გავაჯანსაღოთ ეს კანონმდებლობისადმი პრაქტიკაში მიდგომა. თქვენ ჩართული ხართ სამუშაო ჯგუფში, რამდენადაც ვიცი, თქვენი რეკომენდაციები რა არის და ამ ნაწილში როგორ მიგაჩნიათ, თუნდაც აი ეს პერიოდი სექტემბრამდე როგორი შეიძლება იყოს, ამ ხომ არ მიგიღიათ დაპირება, რომ პირობითად არ იქნება ძალიან მკვეთრი და ჯარიმების ფორმატში და უფრო რაღაცა შერბილებული იქნება მათ შორის საპატრულოს მხრიდან რეაგირება. შერბილებული შესაძლოა იყოს, უბრალოდ აი იმ ყველა ადამიანს, ვინც სხვადასხვა საინიციატივო ჯგუფებში არის ჩართული, ჩემი რეკომენდაცია იქნებოდა ერთი რომ კი ბატონო, ამაზე ისედაც გვითანხმდებიან, რომ დეციბელები უნდა დარეგულირდეს და ასე მოხდეს დაჯარიმება და როგორც ჩანს ესეც იქნება, ყველა სამის მოლოდინი აქვს, მაგრამ მეორე, აი ამ კანონის ამ ფორმით დატოვება არ შეიძლება. ეს არის უბრალოდ ძალიან მაღალი რისკ ფაქტორი, აძლევს პოლიციელს სუბიექტურად კანონის აღსრულების საშუალებას და შენ რომ სულ მართალი იყო ყველაფერში თუ არ მოეწონე პოლიციელს, შეუძლია უბრალოდ გადაკეთებულ მაყურზე ან გადაკეთებულ სპოილერზე ან ბამპერზე მოკიდოს ხელი შენ მანქანას და წაიყვანოს, იმიტომ რომ შეეწინა აღმდეგე. და ამის ესე დატოვება არ შეიძლება და ჩვენ არ შეიძლება საზოგადოება ერთი პრობლემიდან მეორე პრობლემამდე პერიოდში ვცხოვრობდეთ, ხო? მარტო იმიტომ რომ ეს მოგვაშორეს ისრიდან ამხელა ტვირთი, ეს ხო დარჩება ისევ და ნებისმიერ წამს შეიძლება ისევ აღსრულებას მიეწეს, ხო? ამიტომ მოთხოვნა უნდა იყოს ერთი შევთანხმდეთ კი ბატონო დეციბელებზე, მეორე გაუქმდეს ეს კანონი. მეორე კანონი. ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის და პასუხებისთვის. ნიკა შელია, BMG ავტოშოუს ავტორი და წამყვანი, თემო აბულაძე, ავტომოყვარული და ვახტანგ ბარამაშვილი, ადვოკატი პასუხობდნენ საქმიანი დილით.